რუბრიკაში მიამბე აფხაზეთზე მომღერალი და კომპოზიტორი გიანი კოლაძე იხსენებს აფხაზეთს. როცამზე ამოწინდება და სხვა რომ ალევლივდება დაშიც რომ ჩაიქროლებე სიონი გუზდა სიყვარულს გაჩუქე ბათუმზე გვიждები მეც და სულ ყველას თქვენს და მიყვარს გადარეული ვარ ჩემი სისხლი და ხორცია ბათუმი. მაშინ არავინ არ დადიოდა აჭარაში, ყველა დავდიოდით აფხაზეთში. იმიტომ რომ ეს არის ედენი. როგორ მოგიყვეთ, როგორ გითხრათ, როგორ გადმოგცეთ, არ ვიცი. აი ლეღვიც ძალიან მაგარია, ატამიც ძალიან, ყველაფერი მაგარია. 64-ია რა, ედემის ბაღია. დალოცვილი მხარე, აი მართლა დალოცვილი მხარეა. ზოგი ზუპერავს მანცი ასათიან ზეცე ზოგი ზუპერავს მანცი და სულალი პასავს თვეს ძალიან დიდი მადლობა ბატონ ზურა შენგელიას ეს რო გააკეთა. საერთოდ უჩემოთ მოხდა რა. მაშინ ახალგაზრდა ვიყავი და თავში რო უქრით რა. ჩემი სიმღერა ზოგი ასე უბერავს, თარგმნეს აფხაზურად გამოვიდა. აჟიოტაჟი იყო მაშინ მაგარი რა და თარგმნა ბატონმა ზურა და ესმა კოკოსკინმა. მას მოყვა მთელი ამბავი წავიდნენ იქ ჩაიტანეს და მაგრები მოწონება და კლიპის. ეს არის 2004. რო ჩაიტანეს ეს ხო იქ მოყვა ძალიან დიდი მოწონება. ამის მერე ამან გზა გაყვალა და მერე ჩაიწერეს კიდე ქართული სიმღერები. ინტერვიუ არის ვიღაც გოგონასთან რომელიც ყვება ესეთ რაღაცას რომ აფხაზეთში ვარო, ჩაიარაო ვილისმა აფხაზებსო მთელი ხმითო კონდათო ჩართული ესო. გამიხარდა მაგრა რა, აი გულზე მომეფინა. და ამახსენდა თან იქაურის სუნი მახსოვს, იქაურის სუნი, როგორ მახსოვს, გაგრის სუნი, ბიჭვინთის სუნი მახსოვს, ყავის და ფორთოხლის წვენის სუნი. და აი გაგრის სუნი მახსოვს, აი სხვანაირი სუნი, რაღაც აი იქაური ყვავილების თუ აი რაღაც თავის სუნია, ეს სუნი რომ ეცნოს, ეგრევე მივხვდები რომ ეგ არის. პატარა ვარ, დედჩემის დაქალი, ჩემი ნათლია, მაგის მშობლები ცხოვრობდნენ მან, მაჭავარიანები, ხო და ესენი დადიოდნენ სულ მან დედჩემის დაქალები და სულ ყველა და მეც დავყავდი პირველი შვილი ვიყავი დედჩემის სადაქალოში. პატარა ბავშვი დამატათან ლამაზი ბავშვი ყოფილა და იმენა დამატარებდნენ იქით. ხსოვს პატარაობისას ძალიან მაგრა რა. ბატონი ზურავი მაჭავარიანი, მაგარი კაცი იყო. მისი ცოლი იყო ამ კორპუსების ერთ-ერთი კორპუსის დირექტორი, ნაზიკო. გემი იყო რაღაცა, აი ახლოს მოვიდა იქ. ჩვენ რაღაც ნავით ავედით და ბატონი ზურავი იქიდან გავედით კილომეტრში ალბათ რა, 2 კილომეტრში და იქიდან წამოვედით. ეხლა და აი მაშინ დავინახე გაგრა როგორი ყოფილა, ესე იგი. ნუ აი ზღვიდან იწყება მთა რა, აი როგორც კვარიათთან მაგრამ ეს მაინც სხვანაირია რა, ეს გაგრა რა. აი სასწაული რაღაც. ბიჭვინთაზე რა მახსოვს, ეხლა პატარა ვარ, პატარა კენჭებია, აი ბიჭის გადასარევების სანაპირო აქ რაღაცა. ანუ აი ფანტასტიკაა, მაგრამ როგორ უნდა დავკარგოთ ეგა რა. მოვიდნენ 2 ბიჭვინთელი აფხაზი ბიჭი. კენჭი გაყარეს იქით აქეთ რა, ჩააღრმავეს. ნუ მე გამიგვირდა რა საკეთებენ რა. და აქნია ანკესი გადააგდო ეხლა ხალხი ირევა და რა მეთქი ნუ აქ თევზაობა რა ვიღაცა წამოვედოს. თუნდაც ასე ადგილია. არ ჩერდებოდნენ კეფალები, აი ამ ხელა კეფალები, მოხსნი და ეგრევე გადააგდო და ეს დიდი ორმოები. გავს ეს ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს, ესენ ტაშს უკრავდნენ ეს გოგო. შეიძლება ის იცოდნენ, როდის ჩერდება აქ თევზი ან რაღაცა, მოკლედ ეგეთი რამე არ მინახია. ძალიან კაი იყო. მერე სავსე იყო იქ უცხოელები მანდნახე პირველად პატარა რო ვიყავ. ყველა მან ჩამოდიოდა. გადასარევი იყო, ძალიან მაგარი იყო აფხაზეთი. ჩემი აფხაზეთი და ჩვენი აფხაზეთი.
ამინდი გინდა ან რა ვიცი რაც გინდა ჰაერი მზე ავას მაგარი იყო ყველაფერი მაგარი იყო ხალხიც მაგარი იყო ვიცნობ ძალიან ბევრს აფხაზებს აი ეს კარგი როა ვიცით მაგრამ აი როგორ უნდა დავიბრუნოთ ეგ ესე მგონია რომ რა ძალით წართმევოს ძალით დავიბრუნებ არ მგონია მაგრამ მეორენაირადაც აი არ აბრუნებენ რა საერთოდ გადააშენეს აფხაზები. აი მაგას უკეთებენ აფხაზებში. ამას ვეტყობი რომ ცხოვრების ბოლოს მივხვდებით მხოლოდ თუ რა გვეამა და რა გვეწყინა. ისეთ ზღაპარში ვცხოვრობდით თურმე, როგორიც ჩვენით წარმოგვედგინა. და იქნება ღირდეს ამ ქვეყანაზე ცხოვრება ზღაპრულ იდეალებით, თორე ყოფა და რეალურობა ისედაც არის სავსე წვალებით. იდეის გამო მავანთ და მავანთ ხომ შეუცვლიათ წესი და წყობა აქ არ გჭირდება რევოლუცია აქ თავარია მხოლოდ განწყობა და აქ რაზე ვიძახი იცი ეს ქართ ზღაპარი წაიკითხონ და გავხდით ამ იდეის მიმდევარი რომ დედამიწა ცოცხალია და ყველამ უნდა მოუვაროთ ამ დედამიწას და ტურისტებიც უფრო მეტი ჩამოვა თემსოფლიოსაც უფრო ვეყარებით იმიტომ რომ დედამიწა ყველასია და აფხაზებს იმას ვეტყობ რომ ჩოხოსნები ვართ ჩვენ ჩოხას რაში იცვლი კავკასიელები ვართ და ჩვენ კიდე დავშახავთ დედამიწას ერთად და სულ ყველა ჩვენ შემოგვიერთდება მოხდება ეს მაინც ძმები არიან და დაბიგდნენ იმიტომ ვიძახი რომ ერთმანეთს სისხლი და ხორცი ვართ მეტი რა უნდა ვთქვა ახლა ეგრე წავიდა ხო ხედავ დაგვახოცინეს ერთმანეთს და თვითონ გულაობენ ახლა რუსები რუსებს თლიან რუსებს არ ვეჭი სალდატები რა ჩვენები ხარ ჩვენს თქვენები ვართ და ერთნი ვართ ყველაფერი მენატრევა რა ის ზღვა ყავა ჰაერი სუნები განწყობა თითონის განწყობა აქიდან რომ მივდიოდი სადმივდივართ ან სოხუმში ან პიცუნდაში ან გაგრაში კიდე პიცე ფერმა იყო მაგრამ დომტორჩესტვაში მაგარი გადასარევი რაღაცა ომისკენ არავის არ მოუწოდე მაგრამ რაღაცნაირად უნდა დავიბრუნოთ და ერთადერთი გზა ერთ-ერთი ნათელი გზა მე მგონი არის დატკბობა აბა ნახე დროის უგუსლო ხედავი ხომი წამწამოშვა ყოველი თუ ბიცაში ჩადის ამოდის ღმერთო მითხარ დედა ვინ გამოდის მასში ვერთიანდებით უყვერო მის გულში ხო ანათებს და ცხელა გახტიური სიტყვა მისი აღში ყველას ეფერემა და სიგეზით ღეროს იქ წავიდეთ სადაც ღმერთმა ქნას იხურება ჩემი წრელი თავდა ვაპატიეთ ყველამ რომ მიყვარდა დაიფრინოს ამ სიმღერამ სასეცოდვით ჩვენ რომ შემოქმედზე დავდიოდით ფრაზა რომ ბრძანა უნეტარესმა ყოველი ერის ლოცვად ჩამესმა აი ასე ჟღერს ფრაზა ფრთიანი ღმერთი სამშობლო ადამიანი